სამხედრო ომებში და სამხედრო საკითხში არის ესეთი რაღაცა, რომ როგორ უნდა მოვიგო ფსიქოლოგიურად მოწინააღმდეს, როდესაც რესურსი არ აქვს და ბევრი ხედავთ მაგალითად ჩინგისხანი მიმართავდა იმას, რომ ბევრ კოცოს ათებდა სპეციალურად, რომ მოწინააღმდეგეს შინებოდა, ხო. მიეჩნია, რომ მეტნი არიან და არსებობს ბევრი სტრატეგია, როგორ უნდა მოაჩვენო მოწინააღმდეგეს, რომ შენ იმხელა ძალები გაქვს, რომ წინააღმდეგობას აზრი არ აქვს. მთელი ეს NGO და მთელი ეს ეს ოპოზიციური ძალები აგებული იყო ამ მოჩვენებით, ამ სტრატეგიაზე. საქმე რა არის, რა თქმა უნდა, რაღაც ეტაპზე მუშაობს, მართლა მუშაობს, მაგრამ როდესაც უშუალოდ ბრძოლაში ერთვება მოწინააღმდეგე და ხედავს, რომ თურმე შენ ის ძალები არ ქონია. უცაში რომ უნდა გამოიყვანო კონკრეტულად და არა ვირტუალურ სივრცეში. ხო, ვირტუალურ სივრცეში. აღმოჩნდა, რომ ის ძალები არ ყოლიათ, გამოჩნდა, ნათელი გახდა. ეხლა ესენი არიან ისეთ მდგომარეობაში, რომ უკვე არც იმას აქვს აზრი, რომ გამოვიდნენ და არც იმას აქვს აზრი, რომ აღარ გამოვიდნენ. დარჩენილები არიან ისეთ მდგომარეობაში, რომ მათი სტრატეგია არის ჩავარდნილი და ეხლა რა უნდა გააკეთოთ? გვეუბნებიან, რომ თუ კი დაივიჭერთ რაღაც ესე იგი გვარამიას, ამით და მელიას, ამით რაღაც ქვეყანა დაიქცევა. არ იქცევა ქვეყანა, არა აქვს საზოგადოებრივი მხარდაჭერა არც ერთს და არც მეორეს, არ აღიქმებიან ისინი როგორც პოლიტპატიმრებად არანაირად და აღმოჩნდა, რომ არც ესე იგი იმის ძალა აქვს, არც ავტორიტეტი აქვს, არც არაფერი არ, ბუტაფორები აღმოჩნდა მთლიანად ეს პოლიტიკური ძალები. ამიტომ რაღაცა მოგოთ ყველაფერს დაერქვა თავის სახელი. ანუ ის ფინდი, რაც ჰქონდათ მათ, რომ გვაჩვენებდნენ, რომ ისინი რაღაცა მათ წარმოადგენენ საზოგადოებრივ მხარდაჭერას, საერთაშორისო მხარდაჭერა და ესეთები ქონიათ, თურმე სიამოვნებაში არ ქონიათ. უფრო საინტერესო ამ კუთხით არის ის, რომ აი ამ გეოპოლიტიკურ, აი უბრალოდ მაინტერესებს, როდესაც ოპოზიცია ხარ, ხო? ხონდა რაღაცნაირად ხონდა შენი მკვეთრი რაღაც გეოპოლიტიკური ხედვები, ხო? რაღაცეებთან მიმართებაში. უნდა ხონდეს რაღაცა შენი რაღაცნაირი ალტერნატიული რაღაცა ხედვები, ხო? ანუ 3-4 წლის წინ რაღაცაები რომ მოიგონეს, იმას იმეორებენ დღესაც და დღეს უკვე ყველაფერი შეიცვალა. რა არის ისეთი რამე, რაც იგივე დარჩა. აბსოლუტურად ყველაფერი შეცვლილია სამყაროში. ის ამერიკა აღარ არის, ზელენსკი გმირი აღარ არის. რა ვიცი, ჩვენ თვალწინ ამდენი ადამიანი იღუპება და ომი არ არის რაღაცა შორეული წარსული აღარ არის, ეს სულ ახლა ხანს ხდება ჩვენთან ამ ხელად ომები და ამაზე საერთოდ არანაირი რეფლექსიაც არ აქვს ადამიანებს და ვერ ხვდებიან რომ ქართულს ეს აინტერესებს, იმიტომ რომ ქართულს ხვდება რომ იქვია კაცო. აგერ არის ირანი. ირანი აქ არის, რამდენი ხანია? რამდენი კილომეტრია? 5 საათში მანქანით ჩახვალ.